პრემიერის გამოსვლას გაეროში ქართველი სტუდენტები ესწრებოდნენ. ახალგაზრდები, რომელთა სწავლაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში განათლების საერთაშორისო ცენტრმა დააფინანსა. სტუდენტები ნიუ-იორკში სპეციალურად ჩავიდნენ, სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი მათ პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. პრემიერმა ამერიკაში დაფინანსებული სტუდენტები მიგვიწია გაეროში მის სიტყვის გამოსვლაზე. ძალიან ენერგიული გამოსვლა იყო, დადებითად შევაფასებ, იმიტომ რომ საქართველოს წინსვლის ძალიან პოზიტიური მესიჯები გაავრცელა პრემიერმა. ჩვენი ეკონომიკური წინსვლა, მსოფლიო ბანკის რეიტინგში ჩვენი წინსვლა. მე ვფიქრობ, რომ პრემიერმა ისე როგორც ჩარშან წესა შესანიშნავად გამოიყენა ეს ფორუმი იმისათვის, რათა მკაფიოდ ჩამოიყალიბებინა საერთაშორისო აუდიტორიისთვის, რაში მდგომარეობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, რას ეფუძნება ეს პრიორიტეტები, რა პრიორიტეტები არსებობს ქვეყნის შიდა განვითარების თვალსაზრისით, რა რესურსები არსებობს ამ განვითარებისთვის, რა გეგმები აქვს, როგორ ხედავს საქართველოს თავის ადგილს.